არქიბანდრიტი დოროთე ყურაშვილია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ თავარით. თქვენ როგორ აღიქვამთ წერტილს, სადაც ჩვენ დღეს ვართ? თქვენ ყოველ საღამოს ხართ რუსთაველზე. კიდევ ერთხელ, ვისაც ერთხელ მაინც არ მოусმენია არგუმენტაცია. რატომ, მამაო? მოგესალმებით. ჩვენი სადაც დგევართ, იმას ჯერ წერტილი არ აქვს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დაესმევა წერტილი ჩვენი თავისუფლებით. ჩვენ თავისუფლები ვართ, იმიტომ რომ რუსთაველის პროსპექტი დღეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია, რომ ჩვენი ნება, ჩვენი სურვილი, ჩვენი ერის, გულის და გონების ძახილი გამოვხატოთ და ამის დათმობა არაფრით არ შეიძლება. ამის დათმობა შეუძლებელია და მე ვფიქრობ, რომ აი თქვენს წინა გამოსვლელმა კარგად თქვა, რომ ეხლა არ არის იმის დრო, რომ ან საქართველოს დავტოვოთ, ან რუსთაველი დავტოვოთ. პირიქით მე ვფიქრობ, რომ აი ეხლა ეს არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენი ამდენი ხნის ბრძოლისა, რომ ჩვენ აი ეს მონაკვეთი 300 მეტრიანი მონაკვეთი მაინც შევინარჩუნოთ, თავისუფალ ხალხს შეუნარჩუნოთ და იმ მონაკვეთიდან უნდა გაიზარდოს მთელი საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამიტომ არავის არ შეეშინდეთ, არც ციხის, როგორც ჯარიმების არ შეშინებიათ, ისე ვიცი მე და დარწმუნებული ვარ ამ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს ციხის არ ეშინიათ. და მე ვფიქრობ, პირიქით მოვუწოდებ, რომ წადით ციხეში, ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი საქმეა და ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ნუ შეგეშინდებათ ნურც ციხის, ნურც ცემის, რადგან თუ ჩვენ შევშინდით, საქართველოს სამუდამოდ თუ არა დიდი ხნით იქნება რუსეთის ტყვეობაში. მინდა აქცენტი გავაკეთო და გითხოთ, რომ თქვენ პოსტი გეწერათ სოლიდარობის მნიშვნელობაზე, ეს პარალელი იყო მედიის სოლიდარობის ნაწილშიც, როცა ვახოსანაია-ქეთა და ცესკიშვილი დააკავეს, თქვენ გეწერათ, რომ როგორი სოლიდარულია მედია ამ ყველაფრის მიმართ და ჩვენ კიდე 4 მღვდელი ვდგავართო, 4 მამა ვდგავართო აქ რუსთაველზე და რაღაცნაირად დანანებით დაწერილი პოსტი იყო ეს, რომ ეს მხარდაჭერა ჩანდა, რომ თქვენ არ გჭირდებათ. უფრო ვისჭირდება დღეს ეს მხარდაჭერა და რატომ დაწერეთ ეს პოსტი? რის თქმა გსურთ ამ ნაწილში? თქვენ გულით წყდებათ, რომ უფრო მეტი სამღვდელოების წარმომადგენელი არ დგას დღეს რუსთაველზე, ან არ ამბობს თქვენ შემთხვევაში, რომ თქვენ იდევნებით იმის გამო, რასაც ამბობთ? იცით როგორ არის, მე ნამდვილად არ მჭირდება. არც იმას ველი, ეხლა ვინმე მღვდელი გამოვა და იმაზე რაღაც საოცრებებს იტყვის, რაცაც მე ვამბობ, იგივე სიტყვის ისიც უფრო გამოვა, ან დამეთანხმება, ან შეიძლება უფრო მოხერხებულად თქვას რაღაცა, მაგრამ იგივე სიტყვის, მეტი არაფერი. უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეს გზა გაიმარჯვოს, საქართველოს გაიმარჯვოს და მე თვითონ შევცხოვოთ. მე ძალიან აი დადუმებული მღვდელი მე არ მქონია ცხოვრებაში, არც ერში, არც ბერში, არც მღვდლობაში, რომ მე სიტყვა იყო სათქმელი და შემეშინდა. სადაც სიტყვა სათქმელი, იქ რო შეგეშინდება და ერს არ დაუდგები, არ ვიცი, აი მე როგორ უნდა იცხოვრო. მე როგორ უნდა იქადაგონ ჯვარცმაზე, ჯვარცმულ ქრისტეზე როგორ უნდა იქადაგონ. წამებულ ქრისტეზე როგორ უნდა იქადაგონ, როცა შენს ერს აწამებენ, ბავშვებს, დიდებს, პატარებს, მოხუცს არინდობენ, დევნილი ქალი რო დაიჭირეს და აი საშინელებებს აკეთებენ და შენ დუმხარ და თითქოს ქრისტეს გადაგებ. რა არის ქრისტე? ვინ არის ქრისტე მაშინ? რა არის ეს ქრისტიანობა? მე ესეთი ქრისტიანობა არ გამიგია და თქვენი შემშურდა კეთილი შურით, ვახოსის შემშურდა, რომ ვახოს 30 მედია საშუალება და რაღაც მედია ის დაუდგა ჟურნალისტები, აი როგორ არის, იცი როგორი მხნეობაა ეს. მე ქრისტეა ჩემთან და არავის თანადგომა მართლა არ მჭირდება.
მართლა მე იმიტომ კი არ ვარ იქ რომ ხალხს მოწონს არც ის მჭირდება მე თვითონ პირადად ჩემთვის მე ძალიან მიხარია რომ ხალხს მოწონს და სიმართლე და ღმერთს ღებულობენ და ჩემგან მართალ სიტყვას ღებულობენ მიხარია მაგრამ ეს იმიტომ კი არა მე მღებულობენ და ან მე მაფასებენ არა ქრისტეს რო აფასებენ და მე თვითონ არავისი თანადგომა არ მჭირდება მე ქრისტეა ჩვენთან და იცით როგორ არის ჩემს განცდას გეტყვით რომ ესე მშვიდად ესე აუღელებებლად ცხოვრებაში არ ყოფილვარ არასოდეს და აი როგორც ხაწერაში არის მართლმადიდებლური ჯვარცმის ხატი ჯვარცმაზე მაცხოვარი ყოველთვის გამოიხატება მშვიდი არ შეიძლება მართლმადიდებლური არ იქნება მაცხოვარს თუ აღელვებულს მტკივნეულს თუ გამოვხატავთ მესმის რატომ იმიტომ რომ ის მშვიდად ეცვა ჯვარს და ეს ვიგრძენი რომ მართლა ესე იყო აი ამ განსაცდელის დროს მოსამართალ მხარეს ხარ ყველაზე მეტად მშვიდდები ყველაზე მეტად მშვიდად ვარ აი ზოგჯერ ხო არის ესეთი შფოთიანი სიზმარს ნახავ და დილი და აღშფოთებული რომ გაიღვიძებ ესეც არა მაქვს მქონია ეხლა არა მაქვს იმდენად მშვიდად ვარ იმიტომ რომ იმდენად მართალ გზაზე ვარ და მე თუ თქვი რომ ეხლა იქაც შეიძლება ვიღაცებს ესე ვარ მოეწონოთ ეკლესიაში მაგრამ მე ჩემს ნაცნობებს და ვისაც მე ვიცნობ და ვინც მე მიცნობს იმადზე ვთქვი და სხვებზე არ მithქვამს და რა ვიცი ჯობია რომ სანამ კიდე შეუძლიათ დადგნენ იმ გზაზე რომელიც არის ჭეშმარიტების გზა რაც შეეხება თქვენს კომისიაზე დაბარებას ამ საკითხზე მინდა რომ გითხოთ თქვენ კვლავ ხართ დაბარებული არ აპირებთ მისვლას ვიდრე არ მოგივათ წერილობით ბრალდებები და გარდა ამისა თქვენ გაქვთ კიდევ სინოდის შარიშვის მოთხოვნა მასზე განხილვა მეუფე სტეფანეს ქადაგების როგორც ვიცი თუ ეს ორი მოთხოვნა არ კმაყოფილდება შემდგომ კომისიაზეც არ მებრძანდებით ეს კარგი კითხვაა ეკლესიურად ვიტყვი ამას შეიძლება ხალხმა იმდანად ვერ გაიგოს მაგრამ იმიტომ რომ ეკლესიურ კანონებზე ვიტყვი რჯულის კანონით ვიცი რომ რაზე აპელირებენ რომ როცა ეპისკოპოსი იბარებს მღვდელს თუ არ მივიდა ის მღვდელი უნდა დააყენონ გლობიდან და აი ამ კანონზე აპელირებენ ჩემი აზრით მაგრამ ეს კანონი არ შეესაბამება ამ მდგომარეობას იმიტომ რომ მე ეპისკოპოსი კი არ მიბარებს მე მიბარებს კომისია რომელსაც ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი სხვა არის კომისიაზე დაბარება და სხვა არის როცა ეპისკოპოსი გიბარებს საქმეზე თუნდაც რაღაცაზე მაგრამ როდესაც ჩემი სწავლებებია მათთვის პრობლემა ჩემი სატელევიზიო გამოსვლებია პრობლემა მაშინ მე უნდა დამიწერონ რა არის პრობლემა რა ვთქვი არასწორად არა არის მწვალებლობა ეხლა პირადად ვიღაცას რაღაცა თუ ეწყინა მაგის გამო მღვდლობიდან გაჩერება ეგ შეუძლებელია პირადი წყენების გამო მაგრამ მე ეკლესიურად რამე არასწორს თუ ვამბობ და ეკლესიურ სწავლებას თუ გმოვ იმათმა უნდა დამიწერონ და პირადი წყენას დამიწერონ მე ყველაფერზე გავცემ პასუხს ყველაფერზე შემიძლია რაც მე ვისაუბრე პასუხისმგებელი ვარ უბრალოდ ყველაფერი არ მახსოვს მესმის და მე რომ მივიდე იქ და რაღაცები ჩამომითვალო მე უნდა უთხრე ეს არ მახსოვს კიდე რაღაცას მეტყვინ არ მახსოვს დამიწერეთ და წავიღებ მოვალ შემდეგ კვირას ეს უნდა უთხრა აი რაზე უნდა მივიდე რაზე უნდა შეიკრიბო იმიტომ რომ მე ყველაფერი არ მახსოვს ახლა არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ იმდენი ქადაგებები მაქვს და იმდენი სატელევიზიო გამოსვლები მაქვს მაგდენი მაგათ არა აქვს და არა აქვს უფლება. ეხლა იქ მე რო დავწერე იქ მამაო მეუბნება რომ პირობებს მოგვიყენებო. ეს მონახო არა ვარ. რას ნიშნავს პირობები? კოლოზია საუბარი. ხდია, ხაი, რას ქვია პირობებს მოგვიყენებ? მე არა მაქვს ჩემი პირობები? ანუ ჩამორთმეული მაქვს უფლებები? თუ რა ხდება, ვერ გავიგე ამ ეკლესიაში მე არავინ არ ყოფილვარ. ჩემი უფლებების დაცვის ის არა მაქვს პირობებს არ გიყენებ როგორ დამიდასტურე, დამიწერე რაზე მიბარებთ. სატელევიზიო გამოსვლების რომელი აი ეს დამიწერ რა რთულია მის დაწერა ჩამოაყალიბონ და დაწერო და გავცემ პასუხს თუ ჩემი პასუხი საჯაროდ არ უნდათ მიუტან ჩემს პასუხებს მიუტან და თუ დაიწუნებენ ისევ გავცემ პასუხს ამიტომ მე რამდენჯერაც არ უნდა დამიბარონ
თუ მე არ მეცოდინება, ჩემი ბრალდება, მე არც ერთხელ არ მევალ იქ. მესმის. გასაგებია ეს. და აქვე უნდა ვიკითხოთ, რას ელით ამის შემდგომ, რისთვის ხართ მზად და თქვენ ამბობთ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ რეჟიმი გებრძვით თქვენ. ასეთი პირი უჩანს ამ ყველაფერს? იცით? არ არის მხოლოდ მე ძალიან დიდი ხანია ვქადაგებ და სახარებებს განმარტავ. სახარებებს განმარტავ იქ ზაქემს რა უნდა და იმას რა უნდა და როგორ იყო ეს, რას ნიშნავს. ეს პრობლემა რო ყოფილიყო 57 ჯერ ვიქნებოდი დაბარებული. მაგრამ ეხლა რო დამიბარეს საჯარო აქტიურობების გამო. ხა იქ წერს ცილიწამება თქვაო და თვითონ ამბობს ტყუილს, იმიტომ რომ პირველი სიტყვა რაც მამა მიქაელმა ბოტკოველმა მითხრა, მე არ მახსოვს შენი ასეთი აქტიურობა. რომელი აქტიურობა მამაო მეთქი? საჯარო აქტიურობა. საჯარო აქტიურობა ქადაგებებს და ქრისტეს სწავლებების განმარტავს და წიგნის გამოშვებას ხო არ ნიშნავს, ანუ საჯარო აქტიურობა ნიშნავს თავრობის მიმართვას. მე თვითონ ამბობს, კი, გასაგებია, რომ თავრობაზე ერთი აქებს, მეორე აგინებს, ეს ახლა მისი უფლებებია. ანუ ამაზე ვიყავი დაბარებული. ხო და ახლა რა ვიცი და ტყუილი რა თუნდათ. აი მღვდელი და ტყუილი მე ქრისტემ თქვა შენი სიტყვა იყოს ხო და არა. და ახლა მე მაბრალებენ ცილიწამებას, როცა ამ ხელა რაღაცაში იტყუებიან და ჩანაწერშიც არის ეგ ხა პირველი სიტყვა ეგ იყო და ამიტომ რა თქმა უნდა ეს აწუხებთ და საერთოდ როგორ არის კომედია არის ეს ჩემი პასუხის მოსათხოვნა დაბარება. აი კომედია ცოტა ხანი რომ გაივლის ახლა ვერ ხედავენ ისინიც და ვერავინ ვერ ხედავს, მაგრამ აი მე რაზე უნდა დამიბარო? ეკლესიაში პასუხის მოსათხოვნად მე ვწმენდ ეკლესიას სინდის და ნამოს. მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამოსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც. მე უნდა დამიბარონ? ხალხი იმას იძახის, არ გვეგონა რომ ეკლესიაში ესეთი მართალი კაცი თუ იყო და ეკლესიას უბრუნებ ხალხს. ეკლესიის რწმენას უბრუნებ ხალხს და მე უნდა დამიბარო, მე უნდა დამსაჯონ. რა პრობლემაა? მე არქიმანდრიტობისთვის არა ვარ, ჭეშმარიტებისთვის ვარ. 9 ჯერ გამიმეორებია, კიდე გავიმეორებ. მე ერთადერთი რამე მაწუხებს თუ დამსაჯეს მღვდლობიდან ერთადერთი. იქ ჩემთან ძალიან კარგი ადამიანები, საყვარელი, რომლებიც მიყვარს, რომლებსაც უყვარ ვარ. დადიან ტაძარში და იმათ ვაზიარებ, აღსარებას მეუბნებიან და აი ისინი არიან ძალიან შეწუხებულები ჩემი მგლობიდან გაჩერებით და ეს მეც მაწუხებს რომ იმათ ვერ, მაგრამ სხვა გზას გამოუძებნი. ახლა ყველას ვარ დაჟიან, ხუთნი ვარ და რომელიღაცასთან ვაზიარებ, ხო? მე თუ არ ვწირავ, მამა ილია წირავს, მამა შიო წირავს და ისინი აზიარებენ და ესეც არ იქნება პრობლემა. მე თქვი და კიდე მიმეორებ რომ პავლე მოციქული ამბობს ერთგან რომ ვიღაცა თქვენგან თაგანები ამბობენ რომ მე პავლესი ვარ, მე შილაცი ვარ, მე იმისი ვარ, აპოლოსიო და მადლობა ღმერთსო, ბევრი თქვენთაგანი არ მომინათლიაო, რადგან მოსანათლად არ მოუნლენი ვარო, ღმერთსო, ღვთის სიტყვის გასავრცელებად მომავლინავ. იცით მონათვლით ახლა ის მდუმარე მღვდელია თუ ის არის, ის ყველა მღვდელია და ყველა მონათლავს. ყველა შეუძლია ზიარება ადამიანების, მაგრამ ის რასაც მე ერს უკეთებ, ეს ყველას არ შეუძლია და მე ამას არ დავთმობ. მე ერს არ მოვაშორებ. არც ჩემს თავს, არც ქრისტეს და არც ჭეშმარიტებას. მე არქიმანდრიტობითაც ამას ვაკეთებ, არქიმანდრიტობის გარესაც ამას გავაკეთებ და სრულიად რომ ზიარებიდან დამაყენონ, მაინც ამას გავაგრძელებ. ამიტომ მაგას აზრი არ აქვს. ტყუილად მოვა დრო და ამის გამო მე თვითონ დაიჯებიან, თუ მე საჯელი დამადეს 100%-ით ვიცი რომ დაიჯებიან, იმიტომ რომ ეს უკანონობაა და არასწორია. ამიტომ მე არ მეშინია, მე ვიცი რომ ბოლო სიტყვა ქრისტეს ეკუთვნის. კი ბატონო, მეუფე ზენონის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო დავიკითხე მე შესავალში. კი, თქვენ ამბობთ რომ ხარდაჭერა თქვენ არ გჭირდებათ და ეს ეკლესიას უფრო სჭირდება დღეს, ამას გულისხმობთ ალბათ. შესაბამისად, რამდენ მნიშვნელოვანია ასეთი სიტყვა მეუფის მხრიდან თქვა? მინდა მადლობა მოუხადო მეუფეს, მე ვიცნობ მეუფას სემინარიაში ერთად ცხოვრობდით გვერდ ოთახში გვართ ნაცხოვრები და კარგად ვიცნობ და ვიცი რომ
ღვთის მორწმუნე კაცია და ღვთის მადიდებელი და მადლობა სუხთი. საერთოდ როგორ არიცით, აი ეპისკოპოსის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩემი. და ამიტომ ეპისკოპოსისგან ნათქვამი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო დიდი სიკეთის მომტანია და ეს სიტყვები მას არ დაეკარგება. არ დაეკარგება, არც ერი დაუკარგავს და არც ღმერთი და მადლობა მას, მადლობა ყველაფრისათვის. კი ბატონო. და რომ დავუბრუნდეთ აი ამ დიდ ბრძოლას, თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს, რომ ეს არის ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის საკითხი, რომელსაც პატრიარქები, საქართველოს პატრიარქები ცდილობდნენ, რომ შებრძოლებოდნენ რუსეთის დამონების წინააღმდეგ, იბრძოდნენ და ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს, თქვენ ამას ხადაგებთ ხშირად, ხომ? შესაბამისად ეს რამდენად დიდი ბრძოლა, ჩვენ თქვენ იქნებით მოდელი, ვიღაცა იქნება ჟურნალისტი, ვიღაცა მსახიობი, ვიღაცა ექიმი, მაგრამ ეს არის თუ არა საერთო ბრძოლა აი ამ ჭრილში, ეს მინდა რომ მაყურებელს უთხრათ კიდე ერთხელ. ერთი მხრივ სამწუხაროა, მეორე მხრივ ბედნიერებაა, რომ ყველა ჭეშმარიტებისთვის მებრძოლი ხალხი ჯვართან შევხვდით ერთმანეთს. ჯვარს გვაცმევენ და გვდევნიან, მაგრამ ჯვართან ერთმანეთს შევხვდით და ეს ყველას ბრძოლა, ეს არ არის მღვდლის ბრძოლა, ეს არ არის ექიმის ბრძოლა, ეს არ არის დამლაგებლის ბრძოლა მარტო. ეს ყველასია, ეს იმათი ბრძოლაც არის, ვინც ამბროსის ბრძოლაც არის. ეს მომავალში რო დაიბადება სხვა დემეტრე, გიორგი, დავითი, იმათი ბრძოლაც არის. იმათ უფრო გაუადვილდება ჩვენ თუ მოვიგეთ. ამიტომ ეს მე ვთქვი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. არც ერთ პარტიას მე არ ვებრძვი. არც ერთ პარტიასთან არ მაქვს პრობლემა. მე ვებრძვი იმ პარტიას, იმ სახელმწიფო მოხელეებს და იმ მთავრობას, რომელმაც შეცვალა საქართველოს კურსი და საქართველო მიყავს რუსული ჭაობისკენ. ეს თუ იქნება ხვალ მეორე სხვა, იმასაც შევებრძოლები. და მესამე თუ მესამესაც შევებრძოლები სანამ ცოცხალი ვარ. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ამას ოცნება ქვია თუ რა ქვია. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის კურსს ღუპავენ და მთლიანად ქვეყანას ღუპავენ, როგორ შეიძლება ეს პოლიტიკა იყოს, როგორ შეიძლება ეს მარტო ჩემი საქმე იყოს, ან როგორ შეიძლება ჩემი საქმე არ იყოს. ამიტომ აქ ყველა ხმა უნდა ამოიღოს და ყველა რუსთაველზე. ყველა რუსთაველზე ოღონდ მე ყოველთვის მოუწოდებ და კიდევ მოუწოდებ და ხვალაც მოუწოდებ, რომ ეს ბრძოლა უნდა იყოს აგრესიის გარეშე დათმენით, ჯიუტად, უტეხლად და არა რაღაც სადღაც შევარდნები და რაღაც აგრესიები. ამიტომ მშვიდობიანი, მაგრამ პროტესტი, არ დათმობა. ყველა წავიდეთ ციხეში. მეც მზად ვარ წავიდე. თქვენსაც ხელით რომ თქვენ შეიძლება დაგაკავო. ამადგან ყველაფერი მოსალოდნელია. მაგრამ მე არ მეშინია, მე ვთქვი და კიდე გავიმეორებ, ჩემთვის საჯელი იქნება აი იმ პარლამენტარებთან დამსვან, რომლებიც საქართველოს ყიდიან, ვიდრე ციხეში ჩამსვან იმ ბიჭებთან, რომლებიც გმირები არიან და გმირულად ითმენენ იმ გასაჭირს, რაც ციხეს მოაქვს. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა, რომ ყოველ საღამოს ხართ რუსთაველზე. დიდი მადლობა იმისთვის, რასაც ამბობთ, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. აქედან მივდივარ რუსთაველზე და იმედი მაქვს დამხვდება ხალხი. კი ბატონო, დიდი მადლობა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.